Алло. მოგესალმებით. საკაბელო ტელევიზიაა, ხო? საკაბელოა მეთქი? რა მინდა იცით? ეს ესპანეთის მეორე ლიგა, ლა ლიგა 2 ქონდა ჩართული. ხო, აი ლევანტეს თამაშები. ხო და რო ჩავთე, მაშინ მითხარით, რომ პორტუგალიის ჩემპიონატი გვაქვს უფასოთო. ხო და მაშინ არ ჩავთე. და ახლა მინდა რომ ჩავთო. რა? ფასიანი გახდა უკვე? ამათ ხო ვერ დაასწრე. ისა და სპორტინგის თამაშები ხო იქნება? კარგი. ჩამირთეთ. გადავიხდი ხო? გადავიხდი. რა? ახლა ლევანტეს თამაშები გაქვთ უფასოდ? მარტო კონკრეტულად ლევანტესი? თუ ლა ლიგა 2 მთლიანად? მარტო ლევანტე უფასოდ? რაღაც მინდა ახლა მარტო ლევანტე. კაი, ივნისამდე იყოს. კარგი. ლა ლიგა 2 მაინც ეთქვა, კაცო, გრანადას მაინც უყურებდი. მარტო ლევანტე რაღაც მინდა, რო წავა ქოჩორა. მოგესალმებით, მეგობრებო. უკვე დადასტურებულად გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგის ფეხბურთელია. გილოცავ ქოჩორ, ძალიან მაგარი ამბავია. ყველას გილოცავთ, უდიდესი ტრადიციის გუნდია სპორტინგი, ლიგაზე ხშირად თამაშობს და რაც მთავარია, მაგ გუნდიდან დაიწყო აღმასვლა კრისტიანო რონალდუმ. თუმცა, ხო, აი როგორი პაუზა იყო. მე რონალდუს გზას კი არ უსურვებ ქოჩორას, არა კაცო, იმიტომ კი არა რომ მე მესის ფანი ვარ. უდიდესი ფეხბურთელია, რაზეა ლაპარაკი. უბრალოდ რონალდუმ აქედან მანჩესტერში გადავიდა და მანჩესტერისთვის მენანები ქოჩორ პირდაპირ რეალში შეიძლება. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ქალაქ ლისაბონს, სადაც უნდა იცხოვრო. ჩვენ ყავს მანდ ერთ ქუთაისელი გოგო, რომელსაც ვთხოვეთ, რაღაც ჩევები მოეცა შენთვის, ჩაგვიწერა ვიდეო და ახლა ეს ვიდეო ვნახოთ ერთად. ვნახოთ ვიდეო? Olá, Cochora. როგორ ხარ? მოვიდე პორტუგალ. ოთარი მთხოვა, მიმიქსია ყურადღებაო მაგ ბიჭზეო. მაგიტო მე ყველაფერი გასწავლე პორტუგალიაზე. ესე იგი, ყველაზე კაი დაგემრიელი ბარსელონათა უნდა ჩამო უეჭველი მანტაიგარიაში. ყველაზე კაი ადგილი ცოტა გართობისთვის არის პრინს პრიალ და დანარჩენი შენ ჩამოდი მე გასწავლე. დალოთ ერთი თხოვნა მაქვს. მე სპორტინგის ფანი ვარ და შენ დამფათიჟებ ერთ თამაშზე. მადლობა დიდი, გელოდები პორტუგალიაში. გადავიდეთ სხვა თემებზე, მორიგი ელ კლასიკო გველოდება კოპა დელ რეის ფინალში აპრილში. თუმცა სხვა ელ კლასიკოზე უნდა ვთქვა ახლა. აი ლა ლიგაში რო იქნება მაისში, მაგ ელ კლასიკოზე. ბარსა სპონსორი ხო არის Spotify? Spotify რა, Spotify, ბარსა სპონსორი ხო არის და გადაწყდა რომ ბარსას მაისურებზე ტეილორ სვიფტი ეწერებათ. აი წინა ელ კლასიკოზე ხო გახსოვთ Coldplay რო ეწერათ და 4-0 რომ მოვიგეთ და ახლა ასე მოვიგებთ. სადღაც 6-1, ანდა 5-1, იყოს 4-1. ხო და მოვიგებთ, გებთ. 6-1. ხო და მოვიგებთ. ნუ, ხუმრობა იქით იყოს და მართლა კარგი ელ კლასიკო გველოდება. რეალიც მაგარ ფორმაშია, მბაპე განსაკუთრებით, სხვათა შორის ანჩელოტიმ განაცხადა, მბაპეს რეალში შეუძლია რონალდოს გზა გაიაროს. კი ბატონო, შეუძლია. 5-ჯერ აიღებს მბაპე ოქროს ბურთს და 8-ჯერ იამალი. დიახ, რატომაც არა. ახლა 8 ივნისზეც ვთქვათ. უკვე ჩაინიშნა 8 ივნის ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის. მოკლედ რა, არასვენებს გამჩენი ამ შონ ომალს რა. აი ძალიან გაახურა უკვე რა. მერაბი არ ვიცი, მაგრამ აი მე ახლა აქ რომ მყავდეს, აი იცით რას გავძუყნიდი მაგ ჭრელ. რა? ვიზეთ ხო? ჰა? უი, შენ? მე არა, შონი მქვია. შონი ქვია. და ქართული საიდან ისწავლე? მე რა ვიცი მოხდრია? არა?
ქართულს კი არა ყველაფერს ისწავლის. მე მეუნები მაგას, მეორეჯერ გინდა რომ შეხვდე? ცირა მე ყველა ბრძოლას უყურე. მერე? გავაანალიზე და პირობას ვიძლევი რომ აღარ ვაკოსტინდებ მერობს. აჰა. ანუ კამარი გინდა. კამარი მინდა? გინდა კამარი. აბა არ მინდა. მოიცადე. აჰა. ვა, ესე მარტივად? აბა, გაიგეთე? ეს კამარი გამოგადგება? გაიგეთე? ნახე გენაცვალე, ეს კამარი გამოგადგება, რომ დაგაძნეყვებს მერაბი. ხო, ძირს დახეთქებაზე ნაკლებად გეტკინება. ხო? აი, მეც მყავს ჩემი ვანელი. აბა, არა, ეს კამარი გასაგებია, მე ის კამარი მინდა. რომელი კამარი? ის. იოს. UFC-ის კამარი გინდა? ხო. და აქ რატომ მოხვედი მე? გავიგე რომ შენ გადაცემაში რომ მოდიან ჩემპიონები ხდებიან და გამაზარდე ახლა რა. ამერიკაშიც გაიგეს ეგ? ორგანიზაცია. ხო, კი, გახდები. რა? მადლობა. წაღები. ეხა ამას ხო არ ვეტყოდი კაცო. ჩემპიონები ხდებიან, ვინც მოდის და აქ ჯდება. და მესაუბრება, და ასე შემოვარდნა გავარდნაზე აქ ჩემპიონი არავინ არ ხდება. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, პანამის არხი. იქ შეიძლება ვერ ნახოთ ახლა როგორ გააერთიანებს დონალდ ტრამპი ამერიკას, კანადას და მექსიკას, მაგრამ ნაღდათ ნახავთ როგორ გაუერთიანებს თავყბას მერაბდვალიშვილი შონომაის. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია კომპანია LeaderBet-ი, დიდი მადლობა LeaderBet-ს. ასევე მოგახსენებთ რომ ჩვენი აქტიური მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Leader Sport Arena, სადაც ჩვენი სტუდიაც იმყოფება. ახლა რაც შეეხება სტუმარს, დღეს ჩემი სტუმარია Octagon MMA-ის ჩემპიონი ბენო ადამია. მოგესალმებით. დაჯექი ბენო, რა მომიტანე ეს? ჯერ მე მანახე. ესაა Octagon MMA-ის კამარი. გამიხსენი. შემიკარი. ხადაშორის გიხდებათ. ბარსელონას მაისურზე მიდის? კი, ხატავს. ხო, აბა ბარსელონას მაისურზე უნდა გაიკეთო ჩემპიონის კამარი, აბა იმის ხო არ გაიკეთებ. ასე დავდგე? კი ბატონო. ასე. ერთად დავდგეთ. მოდი. გამიხსენი. ეხლა დადე ისე რომ გამოჩნდეს. კი ბატონო. აი მძიმეა ბიჭო. ხო, სამწუხაროდ მოკროვილი არ არის, მაგრამ არ არის მოკროვილი. ხო, მძიმე არის. Octagon MMA ჩემპიონი. მაგარია. ნახე თვლებიცა აქ. დადე, აჰა, შენ გენაცვალე, ეხლა დავსხდეთ და ვისაუბრეთ. მოგლეთ, მადლობა რომ გვეწვიე. როგორ ხარ ისე? განწყობა როგორია? მშვენივრად, მადლობა რომ მომიწვიეთ. ძალიან დიდი პატივია თქვენ სტუდიაში, თქვენ. ჩვენთვისაც დიდი პატივია შენი სტუმრობა. მე რომ მკითხო ახლა, რადგანაც კამარით დავიწყეთ, კამრით და კამარი მოიტანე. მე რომ მკითხო, ჩემპიონობაზე ორი კამარი უნდა იყოს. ერთი ასეთი და მეორე ჩვეულებრივი, აი შარვალზე რო გაიკეთო და სადმე რო გაიჩითო და იმარიაჟო. კი, რატომაც არა. რატომაც არა, ორი კამარი. მადაჭერს ეგ უფრო გამოგადგება ვიდრე ახლა ეს საქართველოს. ამითი რომ სადმე მიხვიდე იტყვიან ნახე ცოტა ვერ არისო იტყვიან. ხო, ეს პირიქით ახლა ის კამარი შარვალს მაინც იჭერს, ეს პირიქით იზამს. ცოტა მძიმეა და. ცოტა მძიმეა. შენ მოუგე მოქმედ ჩემპიონს. კი, სემ კრისის ინგლისელი სპორტსმენია. გაამარცხე. დიახ. თან ფავორიტი იყო. კი, ბოლო 5 ბრძოლა ანდერდოგი ვარ და ჩემი მოწინააღმდეგეები, ჩემი ფავორიტები არის. აი რამეს ნიშნავს ბრძოლის წინ, როცა იცი რომ ფავორიტი შენ არა ხარ? კი, როგორ არ ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ უნდა დაუმტკიცო სხვას, რომ ისინი ცდებიან. რაც შენ გააკეთე. კი. რაც შენ გააკეთე. უფლის წყალობით. კუში რამდენი გქონდა? კუში მქონდა 2 და 5 თუ 2 და 3 დაახლოებით ეს. იმას? იმას 1 და 5. 1 და 5. ხო. აი ეს. მაგრამ მადრიდის ატლეტიკო რო სახში თამაშობს 1 და 5. შვენიერი კუშია რა. ყველაზე დიდი კუში მქონდა 6 მქონდა კუში.
ანუ კრისტალ პალასის გასვლა. და სხვათა შორის კრისტალ პალასი გავიდა. UFC-ში როდის გადადიხარ? აი ეგ არ ვიცი ჯერჯერობით, მაგრამ რაც შეიძლება მალე. სავარაუდოდ ერთი ბრძოლა მომიწევს ისე ოქტაგონში, რომ კამარი დავიცვა. შემდეგ უკვე დასამტკიცებელი არაფერი არ მექნება ოქტაგონში და უკვე UFC-ს კარებსაც შევაღებთ. ვა, ძალიან მაგარი ამბავია. ისე ეს ქართველები რა უცნაური ხალხი ვართ. მოკლედ საბრძოლო სახეობებში ასევე ძალოსნობაში, აი ძიმეწონებში ძალიან მაგრები ვართ და შენ სპორტში პირიქით დაბალწონებში უფრო მაგრები ვართ და რაშია საქმე, რის გამო ხდება? არ ვიცი, ეგ მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ ჩვენ წონაში ხა, ჩემ სპორტში, ძიმეწონებში ისინი ვართ, ხა რომანი ყავს, დოლიძე, middleweight არის, light heavyweight-იც შუბობდა. მაგრამ მაინც middleweight-ია. heavy ხო არ არის? heavy, საერთოდ heavy არ ყავს ჯერჯერობით. ჯერჯერობით არ ყავს. ხო. ხო არ გაუჩვათ ვინმე, ვინ გელაია წახვალ heavy-ზე. რა იყოს, შენ რო heavy ღიპი გაქვს, ეგეთი ვის არის? შენი ღიპის წონა სულ არ არის ეს კაცი, აგე. წადი და იჭხუბე. აქ ჩემთან რო გაქვს დიდი გული და მებლატავები. წადი აბა იქ იჭხუბე. ქორწილში თუ გიჭხუბია? არა. სხვადასხვა საქართველოში მე არ მიჭხუბია, აი ესე ქუჩაში არ მიჭხუბია. არა. ანუ არც გიცემია და არც შენ მოგხვედრია, მაგრად. არა. კარგი, რეალურად გამოდის ერთი რაღაცა, ნახე, მაღალ დივიზიონში მოიგე შენ? ხო? კი. საჩემპიონო ბრძოლა მოვიგე. და გამაში წააგე? გამაში წააგე. ვისთან წააგე? ლუკა კახიშვილთან. ლუკა კახი, ზედმეტსახელი რა აქვს? ზედმეტსახელი აქვს, აი. მე მოკლედ მისი ფანი ვარ. ესე გამოდის. მე ხო იცი რომ მაგის გულშემატკივრებში ვარ. ლუკასი? პიტბულის. პიტბულის? ხო. ხო და ფრთხილად იყავი შენ. კარგი, გამა ესეთი რთულია? იცით რა, რთული, სხვათა შორის არის რთული არის შიშველი ხელებით ბრძოლა. იმიტომ რომ იცით რა არის მთელი ძალით ვერ ურტყამ. ტექნიკა უნდა შეცვალო, მთელი ძალით რო დაარტყამ, აი ეს მოგივა. ანუ ბრძოლას მოგივა რას ქვია? აი ხელ მოვიტეხე და აქ პლატინა მაქვს, აქაც და აქაც. რამოდენიმე პლატინა გაქვს? ხო, მაგრამ პატარა ეს არაფერი არა. ვიფიქრე სხვათა შორის მაგაზე, მაგრამ როგორ ემზადები, მოგვიყევი, აი შენი ცხოვრების წესი როგორია, რა სჭამ, რა სვავ, როგორ ვარჯიშობ, სასმელის დალევა თუ შეიძლება შენთვის და თუ დაგილევი, ან გვაინტერესებს რეჟიმი. აი ხა მოგა გუშინდელ დღეს გეტყვით. გუშინ იყო პირველი დღე, როცა მითხრეს შემდეგი ბრძოლა როდის მექნებოდა და უკვე ამ мотиваციაზე დილის 6 საათზე ავდექი, ვირბინე, დაახლოებით 14 კილომეტრი, 13-14 კილომეტრი. წავედი 11 საათზე მეორე ვარჯიში მქონდა. შემდეგ უკვე სამუშაო, ვიმუშავე და შემდეგ საღამოს კიდევ 6 საათზე მესამე ვარჯიში. ესე არის, ესე ხდება დაახლოებით ჩხუბამდე, სანამ დარჩება ერთი თვე, აი ესე ორმაგი, სამაგი ვარჯიშები. მე ორმაგი ვარჯიშები მაინც ერჩება მინიმუმ და ბოლო ორი კვირა უკვე ერთჯერად ვარჯიშებზე გადავდივარ, რომ უფრო აღდგენითი ვარჯიშები იყოს და ორგანიზმი მოამზადოს. ყვება როგორია ამ დროს? ყვება ყველაფერს ჭამს საერთოდ. რაც შეიძლება მეტი კალორია უნდა მივიღო. წონის ჩაბარება უფრო რთულია თუ თვითონ ჩხუბი? წონის ჩაბარება. კი, წონის ჩაბარება არის საშინელება. რატო? წონას როცა აბარებ, ერთი ბრძოლა უკვე მოგებული გაქვს. შენ თავთან. შენ თავთან მოგებული გაქვს. კი. ანუ ეგ ჩხუბის დღეს ხდება თუ წინა დღეს? ჩხუბის წინა დღეს, წონის ჩაბარებიდან 36 საათი გაქვს რომ აღიდგინო წონა. აი მაგალითად ანუ შანსი არ არის უფრო სწრაფად ვერ აღიდგენ? ვერ მოიმატებ წონაში? 24 საათში ვერ მოიმატებ? კი, როგორ ვერ მოიმატებ, მაგრამ 36 საათი გაქვს უბრალოდ სანამ რინგში შეხვა, კეიჯში შეხვა. ხო. მე ყველაზე მეტად ვერ ვიგებ, ნახე რას. აი სპარინგ პარტნიორების არ მესმის რა. ეხლა მე რო ვიღაცამ მითხრას, რომ აი ბენო ადამიანს უნდა გირტყასო და უნდა ქცემოსო.
ანუ რა мотиваცია აქვს სპარინგ პარტნიორებს? ისინიც მოჩხუბრები არიან ალბათ, ხო? კი, ისინიც მოჩხუბრები არიან და სხვათა შორის მე უფრო მაქვს ეგ განცდა რომ სხვასთან შევდივარ, იმიტომ რომ მე flyweight ვარ, ყველაზე პატარა ვარ და რო შევდივარ, ჩემზე დიდები არიან ყველანი. იმიტომ flyweight-ები ძალიან ჭირს საქართველოში და ამიტომ მე lightweight-ებთან ვდგავარ, უფრო featherweight-ებთან ვდგავარ, welterweight-ებთან. შენ ყოფილიყარ ვინმე სპარინგ პარტნიორი? კი, როგორ არა. კი? და რა გევალება მაგ დროს? მარტო დაცვაში უნდა იყოს? არა, დაცვაში არა. შენ შეგიძლია რომ დაარტყა? კი, უნდა დაარტყა და უნდა შეუქმნა ისეთი გარემო, რომ ფიქრობდეს, რომ აი ნეტა მალე მორჩეს და გავიდე. რეალურთან მიახლოვებული. კი, რეალურთან მიახლოვებული, კი, სტრესი. მაგრამ ნეტა მალე მორჩეს, ნეტა გავიდე რინგიდან, რომ ესეთი სპარინგი პარტნიორი თუ შეკვდა. ხო, რას ლაპარაკობ? ნუ საჭიროა, იმიტომ რომ მე ბრძოლა, რაც უფრო ძნელია ვარჯიში, მით უფრო ადვილია ბრძოლა. იქ წენა და რამე არ მოსულა, ხო? გაბრაზება და გაბუტვა. როგორ არა მოსულა რა, კი. იცი რა, რო გირტყამე ხანდახან ბრაზდები კიდევაც, მაგრამ რაც ხდება რინგზე, რჩება მაგ. რჩება რინგზე, ხო, რინგს გამოცდი და მორჩა, დამთავრდა ყველაფერი. არა, ძალიან. ახლა მითხარი სპონსორები რატო არ ყავს? ხო, აი, არ ვიცი, საქართველოში ზოგადად ჭირს სპონსორები და არ ვიცი. არ ვიცი რატო არ ყავს. ხო და მოუწოდოთ ახლა კომპანიებს, ვინც გვიყურებს, აგერ ამისთანა მებრძოლი ყავს, ფავორიტი დაამარცხა. არა, გამაზე კი წააგო პიტბულთან, მაგრამ იქ MMA-ში აგერ კამარი აიღო, ოქტაგონ MMA-ის კამარი აქვს აღებული. გამას სხვა რამეა, ის იყო საჩვენებელი ჭხუბი. აგერ ჩემპიონია კაცი და ჭირდება გვერდში დგომა, რომ ამისთანა ეს კამარი დაიცვას და კიდე უფრო წინ წავიდეს. ასე რომ დაუდექით გვერდში. მადლობა. როგორ გეკადრება, მადლობა შენ. ვისცემდი დიდი სიამოვნებით უნდა მითხრა მაცალე ჯერ მოიცა არასწორად ფიქრობ მოიცა მე ესე იგი რაღაც ვარიანტებს გეტყვი და შენ ადგილი უნდა მიანიჭო ანუ 5 ვერსიას გეტყვი და შენ ადგილი უნდა მიანიჭო რომ აი პირველი ამას ვცემდი ან მეხუთეს ამას ვცემდი ოღონდ შენ წინასწარ არიცი შემდეგს რას გეტყვი და ვნახოთ როგორ გადანაწილდება ხუთეული გასაგებია კაი დავიწყოთ წითელზე რო გისიგნალებს ის ტიპი. მესამე. ვლადიმირ პუტინი. პირველი. ჩიგარი. ტაქსის ბრძოლი ჯერ ვარ მოსულა და უკვე მიცემული რო აქვს რომ მოსული ვარო და წვიმაშით გახარ და ელოდები. აი მეხუთე, იმიტომ რომ მეც ვიყავი ტაქსის ბრძოლი და მე აი ზუსტად ის პერიოდი იყო პიტბულთან რო წავაგე და მე ტაქსზე დავჯექი ცოტა. მე ანუ პირველია პუტინი, მესამეა წითელზე რო გისიგნალებს, მეხუთეა ტაქსის ბრძოლი, მეორე და მეოთხე დაგვჭა. დიახ. აი ჩემი ხათრით რეალის პრეზიდენტი პერესი. თქვენი ხათრით მაშინ მეორე. მეორე, ჯიგარი ხარ. და ანუ შესაბამისად რაგბიში 6 ერის პრეზიდენტი არის მეოთხე საცემთა რიგში. კი ბატონო. ისე, ეხლა მოდი გითხარი შენ როდის გადაწყვიტე რომ მოჩხუბარი უნდა გამختარიყავი? ანუ გადაწყვიტე რომ პრიჩინის გარეშე კაცი გეცემა რა. რატო პრიჩინის გარეშე? ჰონორარი. აი ეს კამარი, ამის გამო ლამის მომკლეს იქ. ო, ესეც მართალია. ხო. როდის გადაწყვიტე? მოკლედ მე ვიყავი 14 წლის ვიყავი, როცა უკვე სპორტი დავიწყე. ნუ ეხლაც რა ვარ, მაგრამ მაშინ ბავშვობაში უფრო გამختარი და დაბალი და პატარა და რა ვიცი. ხო და ყველა მე მირტყამდა სკოლაში. ხო, მამაჩემ ეში ამჩნია რომ ყველა მე მირტყამდა, ნაცემ მოვდიოდი სახში და შემიყვანეს ზუსტად აქ, არენა. სპორტო, კი, ეს ადგილი იყო პირველად, სადაც დავიწყე ვარჯიში ხელჩართულ ბრძოლებში. ბიჭო, რა მაგარია, ჩემპიონის კამარი უდევს წინ და ყველა მე მირტყავდა ბავშვობაში. ნუ ბავშვობაში ეგრე იყო, მე უკვე რო შევედი, მაშინ ადრე ერქვა ამ ყველაფერს ბოი ბესპრავი და ეს ხმა გავარდა, უი ეს ბოი ბესპრავზე დადის, მე ყველა შემეშვა. ხო და მე ეს მომეწონა. უჩხუბრად ხო? ხო, უჩხუბრად, მე ეს მომეწონა, მე იმდენად ხა ეს ვარჯიშები არ მომწონდა, ნუ რა თქმა უნდა სტრესი იყო მაინც ასე თუ ისე ჩემთვის, მაგრამ ის უფრო მომეწონა რომ აი ყველა შემეშვა და ეგონათ რომ ყველა ვცემდი. აჰა. ეგონათ რა არ იყო ეგრე? ნუ 1-2 ვარჯიში რაც გიზამდა ეხა არაფერს მარა. მაგრამ მაინც სახელი გავარდა, ხო? კი. ისე შენ და თოფურია ყველაზე მაგარი მეგრელები ხართ. იცი რატო? SMS-ებით კი არ მოიგეთ. მართლა მოიგეთ. გაიხარა.
ჩემპიონი რო გახდები UFC-ში ხო აპირებ ჩემპიონობას? რა თქმა უნდა. ხო, რო გახდები ჩემპიონი, სომხები იცი რას იზავენ? შენ გვარს ნს დაამატებენ და იტყვიან სომეხიაო. სხვათა შორის მე პირველი ბრძოლა ჩავატარე სომხეთში და ერევანში ჩავატარე. ერევანის მერი მოვიდა, მან მოვიგე. სომეხ სპორტსმენს მოვიგე და ერევანის თქო რა, ერევანის მერი იყო მან მოვიდა საუბარში. იყო ესეთი საუბარი, რომ შენ ბენო ადამიან არ ხარო, ბენო ადამიან ხარო. იყო ესეთი ისტორია. გიმტკიცებდა ხო? კი, ხო, არა, ჩვენს გვყავს ესეთი გვარი, ბენო ადამიანო, შეიძლება ის ხარო და ადამიან არ ხარო, ადამიან ხარო. ადამიან ხარო. კი, უბრალოდ სომეხის გავხდი უცებ. უცებ, ეს მეგრელი კაცი. აბა. ყველაზე მეტად ჩხუბის წინ мотиваციას რა გაძლევს? აი მაგალითად მეტოქისგან ცუდი კომენტარები ან წინასწარი შეხვედრა მეტოქესთან, აი გავიგე რომ ფავორიტი როა ეს мотиваციაა, მაგრამ აი უშუალოდ ჩხუბის წინ რა გაძლევს мотиваციას? ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, იცით, აი ზოგადად ხალხი ძალიან ისეთია, რომ აი ძალიან გვიდგას გვერდში რა. აი თავი კომენტარებით ყველაფრით, ჩემი ოჯახი, მე ამაზე ვფიქრობ უფრო რა. და იმაზე რომ გავალ, უნდა გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და არ შევარცხნინო ჩემი ქვეყანა რა. ძალიან მაგარია. ისეთი რამე თუ გაგიგია ოდესმე რომელიმე მოჩხუბარზე რომ მაგას ბიჭო ჩემი მეზობელი მყავს იმისთანა მუსკულები აქვს რომ გახევს შუაზე. გაგიგია ეგეთი? კი, როგორ არა. კი, ხო? კი. კი, არის ეგეთი ფენომენიც არის საქართველოში. ზედმეტი სახელი არ გააქვს? არა. მოდი მოვიფიქროთ. ნუ რაღაც ზედმეტი სახელი მინდა ბენო მქვია ისედაც. ბენო ბევრს არ ქვია ზედმეტი. მაგრამ მაინც რატო კაცო ბენო შვენიერი სახელია რა სერჩი? რა ვიცი, ჩემი სახელის მქონე ადამიანები არ შემხვედრია თბილისში. 1-2 ყური მოვკარო ვიღაცას ქვია. აჰა. ბენო გებჟალია ადამიან რო იყო ასე? ბენო გებჟალია, ვისაც დაარტყავ აამჟავებ. გებჟალია სხვათა შორის მეგრული კერძია და ბენო ჭიჭე ადამიან შეიძლება. ჭიჭე ადამიან. ჭიჭე, აი ვიკაიფებ რომ დაიტანჯება გამომცხადებელი რა. ჭიჭე. ბენო ჭიჭე ადამიან. კარგი, შენთან ერთი ესეთი ის მაქვს. თამაში მაქვს კიდე პატარა, იმისი არ იყოს, აი ადგილები რომ მივანიჭეთ. მე MMA-ის სხვადასხვა სკილებს დაგისახელებ. და შენ უნდა მითხრა ამაში კონკრეტულად მაგრები ვინ არიან. აჰა. აქ არანაირი ადგილები არ არის. შენი მოსაზრებით რა. აი საბრძოლო IQ მაგალითად. საბრძოლო IQ? ილია თოფურია. კიკბოქსი? ფეხი? ჭიკაძე. ჭიკაძე, ვა. ყბა? ყბა, ანუ ამტანია მეგობრებო. ასე ქვია. ამტანი. დოლიძე. დოლიძე ამტანია, ხო? ძალიან მაგარი. ჯიუჯიტსუ? დოლიძე. კარდიო? მერაბ დვალიშვილი, რა თქმა უნდა. ჭიდაობა? დვალიშვილი. ტრეშტოკი? ილია. ტრეშტოკში ილია. კარგი. ეხა გვითხარი ბავშვობაში ვინ გევასებოდა? ჟან-კლოდ ვან დამი, ბრუს ლი, ჩაკ ნორისი, თუ ვინმე ყავდა ესეთი ტიპი, ვინც გევასებოდა? მაიკ ტაისონი პრინციპში წესით სამივეს ცემდა. ეხა ომალი მყავდა მე მონოლოგში და იმუქრება მოვიგებო, მე კი გავეცი საკადრისი პასუხი, მაგრამ შენ როგორ გონია, მერაბი ხო დაიცავს თავის კამარს? კი, დაიცავს, ზუსტად იგივე მოხდება, რაც პირველ ბრძოლაზე. ხო, ჩანიშნულია უკვე ეს ბრძოლა. პირველ რაუნდს უნდა ვერიდოთ, მაგრამ დანარჩენი 3 რაუნდი მოვიგე, როგორც დურმაგომედოვთან იყო, ზუსტად იგივე. ზუსტად ისე. ჯიგარი ხარ მერაბ, მოკლედ ველოდებით შენ მორიგ გამარჯვებას. ჩემი სტუმარი კი ბენო ადამიან იყო. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.